შექმნილი ვითარებიდან კი ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი არჩევნებია. პირველი განცხადებები პოლიტიკური ლიდერების მხრიდან დასავლეთშიც კეთდება. სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალას და მასთან ერთად ასევე ესაუბრა ჩეხეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ლატვიის პრეზიდენტებს. პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი სწორედ ხელახალი არჩევნები იქნება. თათია წოწონავასთან გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. თათია გისმით. დიახ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასთან და სალომე ზურაბიშვილმა მას დეტალურად მოუყვა მისი ინიციატივის შესახებ, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის მიპატიჟებას ათონელის რეზიდენციაში და საუბარს ამ კრიზისიდან გამოსავალზე ორ პუნქტად ხედავს. ამ გამოსავალს საქართველოს პრეზიდენტი შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა და სწორედ ამის შესახებ უამბო მან კაია კალას, ვინაიდან პრეზიდენტი ფიქრობს, რომ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ახალი არჩევნების ჩატარება, როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის პოზიციაც არის ასეთი, რომ აზრს კარგავს, ვინაიდან გიორგი კალანდარიშვილის ადმინისტრაციის პირობებში არჩევნები მოიტანს იგივე შედეგს, რაც იქნება ტოტალური გაყალბება, შესაბამისად ეუთო ოდირის დასკვნის შესაბამისად გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით უნდა ჩატარდეს არჩევნები და უნდა დაინიშნოს თარიღი ამ არჩევნების და სწორედ ეს არის მისი შეთავაზება და ამის შესახებ ესაუბრა ის კაია კალას. ასევე მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჩეხეთის პრეზიდენტთან პეტრ პაველთან, ლატვიის პრეზიდენტთან ედგარ რინკევიჩთან და პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან. დავიწყოთ საუბარი ანჯეი დუდას გამოხმაურებით. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და მან ისიც ფიქრობს, რომ ახალი არჩევნები ეუთო ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნება ამ კრიზისიდან ერთადერთი და მკაფიო გამოსავალი. სწორედ ასეთია პოლონეთის პრეზიდენტის გზავნილი და მე შეგახსენებთ, რომ ანჯეი დუდამ რამდენიმე კვირის წინ ისიც თქვა, რომ ის განიხილავს საქართველოში ჩამოსვლას ამ ძიმე კრიზისულ სიტუაციაში. ასევე ედგარ რინკევიჩი აქვეყნებს განცხადებას და ისიც უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას და მისთვის მიუღებელია სრულიად ის, რომ პრეზიდენტზე მიმდინარეობს მუქარა ახლა ქართული ოცნების მხრიდან და ლატვიის პრეზიდენტი მიესალმება დიალოგს ამ ძიმე კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთ გზად ის მიიჩნევს სწორედ დიალოგს და მხარს უჭერს პრეზიდენტის ძალისხმევას. რაც შეეხება ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს, ისიც ავრცელებს ვრცელ განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ და ფიქრობს, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც ახლა ქართული ოცნება დგამს განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ, საქართველოს აახლოებს რუსეთს და შესაბამისად ამ კრიზისიდან გამოსავლის გზები არის მოსაძებნი და პეტრ პაველიც მხარს უჭერს პრეზიდენტის ძალისხმევას. შეგვიძლია ახალ მოვისმინოთ უფრო დეტალურად, როგორი არის გამოხმაურებები სატელეფონო საუბრების შემდეგ. მე ველაპარაკე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. დავარწმუნე ხალბატონი პრეზიდენტი ჩემი ურყევი მხარდაჭერით მისი ხელმძღვანელობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ აქვთ განუყოფელი უფლება სვლა გააგრძელონ ევროპისკენ. ახალი არჩევნები ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან. გასულ პარასკევს ეუთომ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში საქართველოში არჩევნების შესახებ, რასაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება მოყვა. განიხილება უახლესი მოვლენები. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც ხაზგასმული ანგარიში, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც სულ უფრო მეტად აახლოვებს საქართველოს რუსეთს. მე მხარს უჭერ პრეზიდენტის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. მე მხარს უჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას ევროპული გზის უზრუნველსაყოფად და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით პრეზიდენტის მიმართ გამოხატული მუქარა მიუღებელია.
და სულ უფრო და უფრო ძლიერდება ზეწოლა ქართულ ოცნებაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც და რაც მნიშვნელოვანია არის ის რომ ყველა განცხადება რაც ვრცელდება ოფიციალური ვაშინგტონიდან არის საგულისხმო ის რომ ვრცელდება რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან ანუ ტრამპის გუნდის მხრიდან მაგალითად დავიწყოთ მაიკ მაკკოლის განცხადებით რომელიც არის ამერიკის წარმომადგენელთა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ძალიან მაღალ თანამდებობაზე არის ის და ის პირდაპირ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და ის მოიხსენიებს ოლიგარქ ივანიშვილს როგორც კორუმპირებული მარიონეტების ოსტატს. აი ასეთი შეფასება აქვს მაიკ მაკკოლს სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და სანქცირება არის ერთადერთი და მთავარი გამოსავალი მისი შეფასებით რესპუბლიკელი პოლიტიკოსის შეფასებით ასევე ჯიმ რიშიც სენატის საგარეო კომიტეტის წევრიც ავრცელებს განცხადებას და ის ამბობს რომ უნდა დასრულდეს საქართველოში უწყვეტი თავდასხმები აქტივისტებზე ჟურნალისტებზე ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ამ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აგონ პასუხი ასეთი არის ასევე რესპუბლიკელი სენატორის ჯიმ რიშის გამოხმაურება კიდევ ერთი რესპუბლიკელის კომენტარი ჯონ კურტისის არჩეული სენატორის არის ასეთი რომ საქართველოს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ადრეც უცხოვრია და მე უჭერო მხარს ქართველი მომიტინგეების და დემონსტრანტების მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ის აზიარებს როდესაც ამ განცხადებას წერს ის აზიარებს სენატორი ვიკერის ასევე რესპუბლიკელი სენატორის კომენტარს სადაც ის მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას რომ დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილზე ირაკლი კობახიძეზე და კახა კალაძეზე აი ესე სახელობითად მოითხოვენ რესპუბლიკელების სანქცირებას ჯერჯერობით ჩვენ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ასეთი სანქციების შესახებ არ მოგვისმენია ვიცით რომ მხოლოდ ოფიციალური პირებიდან და პოლიტიკოსებიდან არის ვახტანგ გომელაური არალეგიტიმური შინაგან საქმეთა მინისტრი დასანქცირებული და რესპუბლიკელების ანუ ტრამპის გუნდის მოთხოვნა არის ბევრად უფრო მკაფიო რომ უნდა დასანქცირდნენ სახელობითად ბიძინა ივანიშვილი კობახიძე და კახა კალაძე როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირები იმაზე რაც ახლა ქვეყანაში ხდება ქართველი მაღალი თანამდებობის პირების მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა. ბაიდენ ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის თქმის გამო. საქართველოს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ადრეც უცხოვრია. მათ ამის გამეორება აღარ სურთ. მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. ეს განცხადებები კეთდება იმ ფონზე, რომ ქართულ ოცნებას მთელი მისი პროპაგანდა აქვს აგებული 20 იანვარზე, ახალ თარიღზე, რომელიც ჩამოკიდა მმართველმა პარტიამ, რომ თითქოს 20 იანვარს, როდესაც შედგება ტრამპის ინაუგურაცია, ამის შემდგომ უკვე გეოპოლიტიკური გადალაგება მოხდება და ტრამპი თითქოს ბიძინა დაალაგდება ტრამპთან, ჭყალებში რომ ვთქვათ, ასეთი არის ქართული ოცნების პროპაგანდა, თუმცა ესე ჩერბილებულია სხვათა შორის გუშინ უკვე მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოდიოზურმა ლიდერმა თქვა ასეთი რამ, რომ გადამეტებული მოლოდინიც არ უნდა ჰქონდეს და მთლად უიმედობაც არ უნდა ჰქონდეთ მოკლედ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით მოკლედ ამ ხრივაც ნელ-ნელა არბილებს ქართული ოცნება მის პროპაგანდას ვინაიდან ისინი ხედავენ რომ აი ასეთი მძიმე ძალიან მძიმე გამოხმაურებებია რესპუბლიკური პარტიის მხრიდან და განსაკუთრებით მძიმე იყო ნამდვილად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნებზე რითაც ხელმძღვანელობს ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ბოლოს გეტყვით დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ დანიის საგარეო უწყება წერს, რომ ეუთოდილის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს დანიის შეშფოთებას არჩევნებამდე და არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე, მათ შორის ამომრჩევლების ფართომასშტაბიან დაშინებასა და ხმების მოსყიდვაზე. მოკლედ ორი მთავარი დასკვნა, ეუთოდილის დასკვნაც და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე არის ფაქტობრივად ქართული ოცნების პოლიტიკური განაჩენი.